მოგესალმებით. ეს არის გადაცემა BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. ვისაუბრებთ ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ავტომობილების იმპორტი იკრძალება. თემაზე სტუმრად გვეყოლებიან გიორგი ჯაფარიძე, ჩემი ქალაქი მკლავს, ალექსი ნონიაძე, საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ავტოგამყრელიძე, დილერი, ვატო ფაჩულია, ქარექს იმპორტი, დავით წამალაშვილი, ქარსპეისი და სტუდიაში ჩაგვერთვება ალექსანდრე ვეკუა, კავკასუს ავტო. ვაფიქსირებთ პოზიციას კანონთან დაკავშირებით. იქონიებს თუ არა რეალურად ეს კანონი გავლენას ეკოლოგიაზე და განმუხტავს თუ არა საცობებს. რა შედეგს უნდა ველოდოთ ან რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი ამ ყველაფრიდან. მოდი დავიწყოთ ბატონი ალექსანდრე ვეკუათი. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობა, დიახ, მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია რა არის ამ თემასთან დაკავშირებით, 2-3 სიტყვით რო გითხრათ, ასევე რას ფიქრობთ ეკოლოგიაზე, იმოქმედებს თუ არა ეს კანონი დადებითად და რას უნდა ველოდოთ? ან თქვენი პოზიცია რა არის, როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ ეს ყველაფერი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგახსენეთ ჩვენ პოზიციას, ეს ცვლილება სექტორზე პოზიტიურად ნამდვილად არ აისახება და საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმპორტის კლებას და ავტომობილებზე ფასის ზრდას და ამის მიზეზებს დავასახელებ და ასევე შევეხები იმ ნაწილს, რამდენად ეს ეკოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს თუ არა. ზოგადად ავტომობილების იმპორტს ორ ნაწილად გავყოფდი, ეს არის საბოლოო მომხმარებისთვის და ავტოდილერი, რომელიც ამ ავტომობილის იმპორტის მიზანი არის მისი შემდგომი რეალიზაცია. საბოლოო მომხმარებლის სტატისტიკა გამოიყურება ესეთი ჩვენი შიდა მონაცემებით. ყოველ შემთხვევაში რომ 6 წლამდე ავტომობილებზე მოდის 38%, 62% მოდის 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილებზე. ავტოდილერის სტატისტიკაში ეს 49-51-ზეა. ამ ციფრებს აჯანსაღებს ის ავტომობილები, რომლებიც რეექსპორტისთვის არის გათვლილი და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ თქვათ ქართველი საბოლოო მომხმარებლის ყიდვის უნარიანობა შედარებით დაბალია, ვიდრე იგივე რეგიონში, იგივე ყაზახეთში ან აზერბაიჯანში. ეს ცვლილება გამოიწვევს შემდეგს, რომ 2019 წლიან ავტომობილს ვინც ყიდულობდა, ის 20-იანის ყიდვასაც შეძლებს და 21-იანის და ასევე 2018-იანს ვინც ყიდულობდა, მათი ნაწილიც, ასე ვთქვათ, გადმოერთვება უფრო ახალ სეგმენტში, რაც მოთხოვნას გაზდის, გაზდილი მოთხოვნა ეკონომიკის წესებით და კანონებით ვიცით, რომ იწვევს ფასების ზრდას, ხოლო შედარებით უფრო ძველ ავტომობილებში თუ ამას დავარქვათ ძველ ავტომობილებს, იქ მიწოდება ზღუდავთ, თუმცა მოთხოვნას მაინც ვტოვებ და ესეც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას. რაც შეეხება ეკოლოგიას, მეც და თქვენც და თითოეული ჩვენთაგანი ამ ქალაქში ვცხოვრობ და ამ ქვეყანაში და ეკოლოგია რა თქმა უნდა გვაწუხებს ძალსახად, თუმცა ეს შეზღუდვა რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას არ ვარ დარწმუნებული და მე ვეცდები რომ თქვათ იგივე ევროპის მაგალითებით, ასე ვთქვათ, მაგალითები მოვიყვანო. იგივე ევროკავშირში ავტომობილების საშუალო ასაკი არის 12 წელი და საქართველოში ავტომობილების საშუალო ასაკი არის 14 წელი. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დარეგისტრირებული ყავს 152,478 ვაზი. დაახლოებით 47,000 გაზის ავტომობილის, რუსულ ავტომობილებზეა საუბარი საბჭოთა კავშირის დროს. ეს იმდენად დიდი ციფრებია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ყოველდღიურობაში უნდა გვხვდებოდეს ყოველი მე-10 ავტომობილი უნდა გახდეთ ეს ამ მარკის და ამას ქალაქში ცალსახად ვერ ვხედავთ, ხო? იგივე ოპელი არის 146,357 დარეგისტრირებული, რომელიც პრაქტიკულად აღარ არის. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ავტომობილების ჩამოწერა ძველი ავტომობილების, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა კარგა ხნის წინ გაუვიდა, თავის დროზე არ მომხდარა და ეს ასე ვთქვათ სტატისტიკას თავის მხრივ ამახინჯებს. ამიტომ ჩვენ ეს 14 წელიც რაც ჩვენ გვაქვს საშუალო ასაკი, ეს პრაქტიკულად ამის გამოკლებით შეიძლება 12 და 11-იც კი გახდეს და რატომ არის რომ პრაქტიკულად ევროკავშირის
დონის საშუალო ასაკი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ყიდვის უნარიანობა ჯობია ევროპის ქვეყნების ყიდვის უნარიანობას, GDP-თ რო ავიღოთ per capita მინიმუმ 5-ჯერ ან ზოგ შემთხვევაში მეტჯერაც ჯობნიან. უბრალოდ ჩვენ გვაქვს შტატებიდან იაფიანი ალტერნატივა მეორადი ავტომობილების და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული ავტომობილების სახით, რომელიც ახალია და ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მიზე ევროპული ან სხვა ქვეყნის ანალოგი. და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი მოძველებული ავტოპარკი სწრაფად და მარტივად შედარებით იაფიანი გზებით გაჯანსაღდა და გაახალგაზრდავდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ ცვლილებამ გაახალგაზრდავების ნაცვლად პირიქით გამოიწვიოს გადაბერება ავტოპარკის და რატომ? ჩვენ თუ რაღაც ძველი ავტომობილი ყავს, ძველს თუ დავარქმევთ, ასე ვთქვათ 2015 წლიანს და გვინდა მისი გამოცვლა 2020-იანზე უფრო ნაკლები ვეღარ შემოყავს და ის შედარებით უფრო ძვირი ღირს და ჩვენი ქცევა შეიძლება რომ გავზრდით ექსპლუატაციის ვადას. აქამდე თუ 2 წელში ან 3 წელიწადში ერთხელ ცვლიდა საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ავტომობილს და ანაცვლებდა შტატებიდან იაფიანი ახლით, დღეს უკვე ამის საშუალება აღარ აქვს და ექსპლუატაციის ვადას გადის. შეიძლება 5 და 6 წლამდეც კი გაიზარდოს 2-3 წლიანი ვადა. ამიტომ არ არის გამორიცხვა და შესაძლოა ჩვენ პირიქით უკუ ეფექტიც კი მივიღოთ ამ ცვლილების შედეგად. მადლობა ძალიან დიდი ამომწურავი პასუხისთვის. ჩვენ გვერდებოდა ალექსანდრე ვეკუა, კავკასუს ავტო. კარგი, გადავიდეთ ბატონ ვატოსთან. თქვენი პოზიცია რა არის, აი რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბროთ გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ძველ ავტომობილებზე ამასთან დაკავშირებითაც. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში რეგულაცია, რა თქმა უნდა, არ უნდა ეხებოდეს და არ უნდა აზიანებდეს ეკონომიკას. ამ ახალ რეგულაციას აქვს ორი ასპექტი, ეს არის პირველ რიგში ეკონომიკური, რომელიც ვახსენე და მეორე ეკოლოგიური. ეკოლოგიურ ნაწილს რაც შეეხება, მაგალითად 2015 წლის კარგად მოვლილი მანქანა ბევრად უფრო კარგი არის ეკოლოგიისთვის, ვიდრე 2022 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც შეიძლება ტექნიკურად გამართული არ იყოს. ანუ არ და ვერ შეიძლება რომ ავტომობილის გამოშვების წელი განაპირობებდეს მის ტექნიკურად გამართვას. ეხლა რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, მოგიხსენებათ, რომ ავტობიზნესი არის საგარეო ვაჭრობაში ნომერ პირველი სექტორი, რომელიც აერთიანებს ათასობით ადამიანს. შესაბამისად, ამ სფეროში ჩართული ადამიანების უმრავლესობა და ამ ციფრის თქმის საფუძველს მაძლევს პირადად ჩემი კომპანიის გაყიდვების წილი, რომელიც მოდის 2020 წელს ქვემოთ გამოშვებულ ავტომობილებზე. რამდენი პროცენტია და 60%-ს აღემატება ბოლო 6 თვის მონაცემებით. შესაბამისად, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაქრება და ბევრი ადამიანი დაკარგავს შემოსავლის წყაროს, იმიტომ რომ ავტომობილი დიდი ხანია აღარ არის ფუფუნების წყარო და ეს არის შემოსავლის მიღების ნაწილი. ვიცით ჩვენ რომ ყავს ბევრი ტაქსისტი, ბევრი საკურიერო სამსახური, რომლებიც უბრალოდ ამ საქმიანობით არჩენენ ოჯახებს. ასევე მხედველობაში მაქვს სერვისები, ლოგისტიკური ოფისები, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს ნაწილი უმრავლესობა მოკლედ ბაზრიდან გავა. ეს რაც შეეხებოდა ეკონომიკურ ნაწილს. რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ ჰაერის დაბინძურებას, რა თქმა უნდა ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი არის, თუმცა ავტომობილის გამოშვების წელი როგორც თავში ვახსენე, ამას არ განსაზღვროს და განაპირობებს. აქვე გასათვალისწინებელი არის ტექინსპექტირება, რომელიც თუ მუშაობს ერთი მხრივ გამართულად, მაშინ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ასეთი შემთხვევები. ასევე ჰაერის დაბინძურების ნაწილში ხე ჩემზე უკეთ ისაუბრებენ ბევრად გამოცდილი ადამიანები ვყავს სტუმრად. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს უხარისხო ზეთები, საცხებს აპოქის საშუალებები და ასე შემდეგ. მადლობა ძალიან დიდი. გადავიდეთ ბატონ დავითთან. თქვენი აზრით რო გითხრათ, გამარჯობა, მადლობა. მადლობა წანებისთვის, დაპატიჟებისთვის. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ეს შეზღუდვა 6 წელზე მეტი ავტომობილის ფიზიკურად გამონაბოლქვთან არაფერ კავშირში არ იქნება. პირველ რიგში ვახსენებ იმას, რომ ადამიანები, ვინც ყიდულობდნენ რაღაც გარკვეული წლოვანების ავტომობილს, შემდეგ დაახლოებით საშუალოდ ჩემი ინფორმაციით არის 3-დან 5 წლამდე ცვლიდნენ.
ვფიქრობ, რომ 3 წელზე და 5 წელზე მეტ ექსპლუატაციაში დაიტოვებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ავტომობილებს და ფიზიკურად ვერ მოხდება მათი ჩანაცვლება. გახანგრძლივდება გახანგრძლივდება. რაც შეეხება უშუალოდ პრობლემებს რას ვხედავ ამ კანონთან დაკავშირებით არის ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი გამომდინარე იქიდან რომ მოთხოვნა შევცვლდება ავტომობილების შეძენაზე ბევრი ლოგისტიკური კომპანია ესე ვთქვათ შეამცირებს თავის პერსონალს არა მარტო პერსონალს თვითონ ის ავტოდილერები ვინც სამსაქმიანობით არიან დაკავებული ესე ვთქვათ ვერ შეისყიდიან ავტომობილებს, რადგან იმ ახალ მანქანას შესაბამისად ინვესტიციის გაზდა დაჭირდება და ბიუჯეტის გაზდა დაჭირდება. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი. რაც შეეხება ქვეყნებს, რომ შევეხოთ, სად არის ეს ქვეყნები, რომელ ქვეყანას აქვს ეს კანონი. ევროპაში მაგალითად არ არის შეზღუდვა ასაკობრივ ზღვარზე. ამერიკას აქვს 25 წელზე ზევით არ უნდა იყოს და არის ძალიან ცოტა ჩამონათვალი ქვეყნების, რომელსაც დაახლოებით 3 წლამდე აქვს, ეს არის ჩინეთი, ღანა, კენია და ასე შემდეგ. უმეტესობას, ესე ვთქვათ, 10 წელი და ზევით აქვს იმპორტი დაშვებული. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლიდან ვფიქრობ, რომ 6 წელი არ არის ის ზღვარი, რაც უნდა იყოს მისაღები. გამომდინარე იქიდან, რომ ის სტატისტიკა, რაც გვაქვს, აი პირადად ჩვენ კომპანიაში რო ვისაუბროთ, 67% არის ბოლო 12 თვის განმავლობაში 2020 წელზე ნაკლები ავტომობილი. 67% ესე რო ვთქვათ, ანუ ძირითადად რა მომხმარებლები ყავს, ვისაც ჩამოყავს ავტომობილები და ყიდიან მეზობელ ქვეყნებზე. რეექსპორტს გულისხმობ. რეექსპორტზე გაყიდული ავტომობილების, ანუ ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლები გახდება სამომავლოდ გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ფიზიკურად ვერავინ ვერ გარისკავს ავტომობილის ჩამოყვანას. რადგან ძველ ავტომობილს თუ ჩამოიყვანთ, გამოდის, რომ თუ მე ვერ გავყიდე გამბაჟების ვადებში, ან უნდა დავშალო ავტომობილი, ან უბრალოდ ვერცპირადი სარგებლობით და ვერაფერს ვერ უნდა გამოვიყენო. რისკი მაღალია. რა თქმა უნდა, რისკი მაღალი არის და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მოთხოვნაც და იმ დაშვებულს რომ რეექსპორტს არ ვეხებით, ფიზიკურად ან თავის თავზე ადამიანი ვერ აიღებს იმ რისკს, რომ დაუშვათ თუ მე ავტომობილი ვერ გავყიდე, რა უნდა ვქნა. სად მიმყავს ავტომობილი, საბოლოო კითხვა ეს ისმის. და ეს კანონი კიდევ ვფიქრობ, გამონაბოლქს და საცობებს და ბევრ საკითხს ფიზიკურად ვერ გადაჭრის, იმიტომ რომ ეს ავტომობილები სად უნდა წავიდეს, რაც თუნდაც დღეს ხდება. პირიქით ის 20-იანიც ჩამოვა 21-იანიც და პირიქით ავტოპარკი უფრო გაიზრდება. აქ ციფრებიც არ არის მე როგორც ვიცი სწორი რეალურად ეს 2 მილიონი ავტომობილზე იყო საუბარი, იმიტომ რომ რეალურად ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი ავტომობილი დადიოდეს დღეს ქალაქში. არის ძალიან ბევრი ჩამოუწერავი, ასე ვთქვათ, ავტომობილი. მე ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი ხა უბანში ჩვენთან სადაც ვცხოვრობთ, მინიმუმ 2-3 ავტომობილი არის წვრით სავსე და აყენია წლობით. ხო, ამ ავტომობილებზე რეალური სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი არის მოძრავ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ. გეტყვით, მომსახურების სააგენტო საიტზე, ესე საჯარო არის ხელმისაწვდომია, მან წერია, რომ 2 მილიონს გადაჭარბებული არის და მართვის მოწმობა უფრო ნაკლებია ვიდრე ავტომობილი და ეს ლოგიკურიც არის და შესაბამისად თუ მართვის მოწმობა ბევრად ნაკლებია, ის მანქანები ალბათ გაჩერებულია ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. და ვფიქრობ, რომ ხო, ბევრი ავტომობილი ჩამოწერილი იქნება, ან დაშლილი იქნება, ან განადგურებული, რომელიც დაუშვათ ფიზიკურად არ არის დაფიქსირებული ჩვენ სტატისტიკაში. სხვათა შორის ეს პრობლემა ავტონაწილებსაც შეეხება სამომავლოდ. იმიტომ რომ ძველი ავტომობილების ნაწილები შემოსატანი იქნება და ის ესე ვთქვათ სეგმენტი, ვინც დაუშვათ ნაწილებით ვაჭრობდა ვიზუალური გარე ნაწილებს გულისხმობ, რომ ამ ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილს აკეთებდნენ და ნაწილები უნდა შეეძინათ, ვფიქრობ, რომ ამ სეგმენტსაც საკმაოდ ურტყავს და არა მარტო ამ სეგმენტს ტერმინალებს ბათუმში, ფოთში, მათზეც გადაივლის ეს მოთხოვნა იყო გაზრდილი, ხო? როგორც ვიცი, ეხლა ძველ ავტომობილებს. ამ კანონის შემდეგ 3-ჯერ არის შესყიდვები გაზრდილი, ალბათ ბოლო 3 დღეა დაიწყო. გასამაგებული რაოდენობით, იმიტომ რომ შიში მაინც ეტყობა მოსწრებაზე არიან ადამიანები და ფიქრობენ, რომ უნდა მოეწროს, მაგრამ ეს თლად კარგი არ არის. რატო იცით? კანონი გვეუბნება, რომ 1 აპრილამდე უნდა იყოს დაწყებული ტრანსპორტირება, შესაბამისად ეს გაზრდილი რაოდენობა
ტრანსპორტირება იწყება მაშინ, როდესაც კონტეინერს ჩავდებთ ავტომობილს და შემდგომ გემზე დავდებთ. გემზე დადებას ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ თუ გასამაგდა და ჩვენ კომპანიაში თუ გასამაგდა ვფიქრობ, რომ სხვაგანაც მსგავსი ქცევა იქნება. ამიტომ ეს ჭარბი მოთხოვნა შიშიდან გამომდინარე, როგორც ამერიკის ტერმინალს გადაჭედავს, ვფიქრობ, რომ 60 თვეში ეს ავტომობილები რო ჩამოვა ფოთისა და ბათუმის ტერმინალებსაც საკმაოდ გადაჭედავს. მადლობა ძალიან დიდი. ბატონ ავთოსთან გადავიდეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩემ მოწვევისთვის. მადლობა სწორისთვის. მადლობა. მე მინდა განვიხილო ერთი მოდელის, თქვათ, წარმოება Mercedes-Benz-ი AMG GT ყველა მიცით ალბათ. იწარმოება 2014-დან, პირველი თაობა 2022 წლამდე. თუ შემიძლია ჩამოვიყვანოთ თქვათ 20-იანი, 21-იანი, 22-იანი, იგივე ძრავით გამოდის, იგივე გადაცემათა კოლოფით, იგივე ასე ვთქვათ სავალი ნაწილი აქვს, გამონაბოლქვის მაჩვენებელიც იგივე აქვს. რატო არ შემიძლია 17-იანი ან 18-იანი ჩამოვიყვანო? ეს კანონი, რავი, ჩემი აზრით შეუსაბამოა. ნაწილებით ვაჭრობ. კი, ნაწილებითაც ვაჭრობ. მე პოტენციური მყიდველებიც ყავს, მე დილერი ვარ და აი ძალიან გაგაზრდილი არის ამ 2020-ის 20-მდე ავტომობილების ჩამოყვანაზე, გაზრდილი არის მოთხოვნა და ძალიან ბევრი მირეკავს, რომ აი იქნებ დამეხმაროთ ჩამოყვანაში, იქნებ მოვასწროთ და ფიზიკურად ვერ მოესწრება ამდენი ავტომობილის ერთდროულად ჩატვირთვა, ხო რიგის მიხედვით იტვირთება და შეიძლება მომხმარებელმა ვერ მოასწროს ხო ჩამოყვანა მანქანის. მადლობა, ავთო. გადავიდეთ ბატონ გიორგისთან. მოგესალმებით. ეხლა ცოტა მძიმე საუბარი გვექნება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. თქვენს მაყურებელს ხო და არგუმენტი იყო ორი საკითხი, ერთი იყო ჰაერის დაბინძურება და ეკოლოგიური საკითხი, მეორე იყო საცობები. ძალიან კარგი არის დავიწყოთ იქიდან, რომ ამ საკითხებზე დაწყებული არის ლაპარაკი, თუ რეალურად არის აქცენტირება ამ ყველაფრის მოგვარებაზე, აქ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ რიგ საკითხებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ 17 ქალაქს ვზომავთ ჰაერის ხარისხს და ჩვენი მოძრაობა ჩემი ქალაქ კლავს დაიწყო ზუსტად გამონაბოლქვის გამო და ჰაერის დაბინძურების გამო. ზუსტად ამიტომ ქვია ეს სახელწოდება ჩემი ქალაქი კლავს. ეხლა დავიწყოთ კონკრეტულად ჯერ დავიწყოთ თბილისით. თბილისში ჰაერი დაბინძურებული რო არის, ამას ხილულათაც ვხედავთ და ჩვენი როგორც ჩვენი აპარატები დგას, ასევე სამთავრობო სადგურები დგას ჩვენს დედაქალაქში. 24-საათიანი მონიტორინგი არის და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ ინფორმაციის ნახვა. თბილისის კვლევები არსებობს ჩვეულებრივად. თბილისის ჰაერის დაბინძურების ორი წყარო, ძირითადი წყარი არსებობს. ერთი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, მეორე არის სამშენებლო სექტორი. ყველა სამშენებლოზე რა თქმა უნდა არ არის საუბარი. ეს მაგალითები ითქვა სხვა გადაცემებში, რომ სხვა ქალაქებში გაზრდილი არისო, თქვათ, ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების დონეო. ჩვენ 2022 წელს ხელმოწერებით შევაგროვეთ ხილულ გამონაბოლქთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ტექინსპექტირებაზე ფიზიკურად ვერ ხდებოდა აქცენტირების გაკეთება და ამ გამონაბოლქვის დონე ტექინსპექტირებაზე რომ მიდიოდა ავტომობილი, მერე ქუჩაში ხდებოდა იგივე ავტომობილის გადაადგილება, სადაც ჰქონდა ხილული გამონაბოლქვი. შევაგროვეთ ხელმოწერები, კანონი მიღებულია, კანონის აღსრულება ხდება, რა ძალიან კარგი არის, 14000-მდე ავტომობილი თუ მეტი არის დაჯარიმებული უკვე ხილულ გამონაბოლქვზე, უბრალოდ ეს ხდება 4 ქალაქში. ამ კანონის აღსრულება, ეს არის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. თუ სხვა მეტი სადაც არის, ხო, ნუ რეალურად კანონის ის დაიწყო ამ ქალაქებიდან, თუმცა ამას აქცენტირება აქ იმაზე არის, რომ იმ ქალაქებში სადაც პრობლემა არის და თუ არის სხვა ქალაქებში პრობლემა ამ კვლევას სიამოვნებით თუ გაასაჯაროებდნენ შესაბამის უწყებები ძალიან კარგი არის თუ რომელ ქალაქებში არის მაგალითად აი ავტომობილისგან აი ჭარბი ავტომობილისგან და გაუმართავი ავტომობილისგან ჰაერის დაბინძურების დონე აწეული მაშინ ლოგიკური იქნება თუ არა რომ თქვა ეს გზისპირა ინსპექტირება გარემოს ზედამხედველობის სამსახური რასაც აწარმოებს იმ ქალაქებშიც დაემატოს მაგალითად მარტივ მაგალითს მოვიყვან თქვა რუსთავის შემთხვევაში თბილისის შემთხვევაში თქვით რომ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ავტომობილი, თუმცა რუსთავის შემთხვევაში ცალსახად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ იქ არის ქარხნები, რიგ ქარხნებს შეიძლება კონდეთ გამონაბოლქვი და ეს რა თქმა უნდა აისახება PM ტურის წყარნაწილაკებზე, PM10-ზე და 2.5-ზეც. მარნეულის შემთხვევასაც ასევე გვიყენია აპარატები, პირადად ძალიან ბევრჯერ ნამყოფი. როდესაც ეს ტურის წყარნაწილაკები აჭარბებს დაშვებულ ნორმას და ხშირად შევა მაღალ ზღვარზეც იყოს მისული, ვიზუალურადაც ჩანს, რომ ხდება იქ სამეწარმეო არა მარტო ქალაქში, არამედ მიმდებარე სოფლებში სამეწარმეო ზონიდან ხდება ბალახის და ფოთლის დაწვა, რაც რა თქმა უნდა ასევე აისახება ამ ტურის წყარნაწილაკებზე და დაბინძურების დონე იმატებს. ამიტომ მე პირადად კითხვა მაქვს, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ პასუხზე ამ კითხვას გაეცემა პასუხი, ანუ 6
წელი საიდან არის მოტანილი, ანუ კონკრეტულად 6 წელი, იმიტომ რომ Euro 5 სტანდარტზე თუ ვამბობთ, ანუ სტანდარტის დანერგვა ქვეყანაში არ არის ცუდი. ჩვენ თუ გვინდა რომ რა თქმა უნდა განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, ვართ განვითარებადი ქვეყანა და მივიდეთ რაღაც სტანდარტებამდე, რაღაც კანონები რა თქმა უნდა საჭირო არის. უბრალოდ Euro 5 სტანდარტი დაიწყო 2009 წლიდან დიზელზე თუ სწორად მახსოვს, დიზელზე გავრცელდა 2011 წელს, Euro 6 სტანდარტი დაწყებულია 2015 წლიდან. ანუ დღეს გვაქვს ისედაც კანონში რომ 2013 წლამდე ავტომობილის შემოყვანა არ შეიძლება ქვეყანაში. თუ საუბრობთ Euro 5 სტანდარტზე და ითქვა კიდევაც რომ Euro 5-ზე იყო საუბარი, მაგ შემთხვევაში ანუ ეს 6 წელი ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ გაუგებარი არის, ანუ ეს 6 წელი რატომ ხდება. ეხლა გადავიდეთ თქვათ საცობების პრობლემის მოგვარებაზე. ჩვენ ტექინსპექტირებაზე, საცობების არა, ჰაერის დაბინძურებაზე ჯერ და მერე გადავალ საცობებზე. ტექინსპექტირებაზე ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ჩართული ვიყავით ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი რომ კაცრდებოდა გამონაბოლქვის დონე, ანუ CO შემცველობა ყოველ წელს იწევს დაბლა, რომელმაც იდეაში ანუ გეგმა ეს იყო რომ 2025 წლიდან უკვე ანუ რეალურად წინა წლიდან უკვე უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება, რომ CO-ს ანუ იმ ავტომობილებს, რომელსაც მაღალი აქვს თქვა CO შემცველობა, უნდა ანუ ვერ უნდა გაიაროს ტექინსპექტირება, გზებზეც ხდება ჯარიმების გაზრდა, გაიზარდა გზებზე ჯარიმები, ისე ტექინსპექტირება არა და ამას მივესალმებით. უბრალოდ ისმის კითხვა, ეს გეგმა რომ შედგა, მოგცა თუ არა ამ კონკრეტულმა გეგმამ შედეგი, იმიტომ რომ დაწეული არის, კიდევ უნდა მოხდეს ამ CO-ს ნორმის დაწევა, რაც უნდა მივიდეთ კონკრეტულ რაღაც სტანდარტამდე. ეს 2020 წლის ახალი ავტომობილები ითქვა კიდევაც შეიძლება შემოიყვანო რაღაცა გაუმართავი ავტომობილი, ან შეიძლება შემოიყვანო 2019 წლის თქვა გამართული ავტომობილი. თუ საუბრობ ჩვენს დედაქალაქზე, მარტივი კითხვა არის, რატო არ შეუძლია მაგალითად ხაშურში ვიღაცა მიყიდოს 2019 წლიანი ავტომობილი, თუ იქ არ არის ეს გადაჭარბებული PM ტვირთყარი ნაწილაკების, ანუ ჰაერის დაბინძურება თუ არ არის გამოწვეული კონკრეტულად ავტომობილის გამო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასე რომ დაიდოთ ის ქალაქების რიცხვი სადაც სამთავრობო სადგურებზე არის საუბარი და ხდება სხვა ქალაქებში ამ ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, PM 2.5-ზე არის საუბარი, რაც იწვევს სიმსივნეს, ასმას, ბრონქის და ასე შემდეგ, რომელ ქალაქებში არის კონკრეტულად აი ამ ჰაერის დაბინძურება გამოწვეული ავტოტრანსპორტისგან. ავტომობილი ანუ ყველასთვის ნათელი რო იყოს, ახლა ვიღაცა ერკვევა, ვიღაცა ვერ ერკვევა, ნებისმიერ ავტომობილს აქვს გაფრქვევა. ეს არის ელექტროავტომობილსაც საბურავებისგან და ხუნდებისგან. ნუ ახლა ბენზინზე და დიზელზე არაა საუბარი, რა თქმა უნდა, ზოგს CO-ს შემცველობა მაღალი აქვს, ზოგს დაბალი აქვს, ზოგი სტანდარტშია, ანუ ნებისმიერ ავტომობილს აქვს გაფრქვევა და ნებისმიერ ავტომობილი აბინძურებს ჰაერს, ანუ ის საბურავის ის რჩება ასვალზე და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ საცობების პრობლემაზე და გამოვდივარ თბილისიდან და ალბათ აქცენტი ის რაც იყო გაჟღერებული იყო თბილისზე, იმიტომ რომ და თბილისს და ალბათ უფრო ბათუმზე. ჩვენ ამ კამპანიებს ხშირად ვაწარმოებთ, ამ საცობებთან დაკავშირებით და ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით. თბილისში რამოდენიმე პრობლემაა, რაც რისგანაც შეიძლება იქნას საცობი გამოწვეული. პირველი დავიწყოთ ქაოტური განაშენიანებით და ჰაერის დაბინძურებასთანაც კავშირში არის, იმიტომ რომ თბილისი ისე არის განაშენიანებული, რომ ახალი განაშენიანების შედეგად რომ ჰაერი ვეღარ ნიავდება და როდესაც უდაბნოდან შემოდის მტვერი, ანუ ტრანსაზღვრო დაბინძურება, ადრე თქვა თუ შეიძლება განიავებულიყო ჩვენ დედაქალაქი ერთ კვირაში, ეხლა ბოლო წინა წელს ნათელი მაგალითი იყო, რომ ერთი თვე გადამულად, ანუ ქალაქი ფიზიკურად ვერ განიავდა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით და ამის კვლევები არსებობს და მონიტორინგიც ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალაქი არის ისე განაშენიანებული, რომ ეს ჰაერის ნაკადი ვეღარ გადის და ვეღარ ახერხებს ქალაქი განიავებას. პირველი ერთ-ერთი გამოწვეული მიზეზია, რა თქმა უნდა, ქაოტური განაშენება ცენტრში და კონკრეტულ ადგილებში, რაღაც უბნები. მეორე არის არაკვალიფიციური მძღოლები. იმიტომ რომ ხშირად ხდება ხო ვინც ავტომობილით გადაადგილდება, საგზაო ინფრასტრუქტურა, ანუ გზების არ ქონა ელემენტარულ კონკრეტულ ქუჩებზე და ასე შემდეგ. ჭკვიან შუქნიშნებზე იყო საუბარი, 80 მილიონი უნდა მოეცათ თუ სწორად მახსოვს გერმანელებს, რომ ჭკვიან შუქნიშნის აზრი არის ის, რომ საცობის პრობლემა მოაგვაროს, რომ ნაკადები გაუშვას შესაბამისად. ეს ჭკვიანი შუქნიშნები არ ვიცი შეკრული არის თუ არა და ლოგიკურად რომ მივხვდეთ, საცობებიდან გამომდინარე ვერ იქნება შეკრული. ასევე ქვეითები, რომელიც არ ღვევენ კანონს და ქვეითი რო გადაგირბენს ახლა ბავშვთან ერთად მშობელი რა თქმა უნდა ავტომატურად ინსტინქტურად ყველა ჩერდება და მთელი ზოლია თქვა სამზოლიანი ქუჩა შეიძლება გაჩერდეს მარტივი რაღაცა ქვეითის გადარბენის გამო. გზებზე გაჩერებული ავტომობილები და ბევრი რიგი საკითხი არის რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით, საცობებთან დაკავშირებით. ანუ რეალურად ჩვენ თუ გვინდა და ძალიან კარგი არის კიდევ ერთხელ ვახსენებ რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყო ლაპარაკი, აქ არის ეს არის კომპლექსური საკითხი, როგორც ჰაერის დაბინძურება, ასევე საცობების პრობლემა და ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მიყოლა
ზოგ შემთხვევაში კანონის აღსრულებაც და შეიძლება მოგვცეს ამ კონკრეტულ საკითხებთან შედეგი და კიდევ ერთხელ ბოლოს დავამთავრებ. კითხვა უბრალოდ თუ ვინმეს ექნება ამასთან დაკავშირებით პასუხი 6 წელი საიდან არის მოტანილი, ანუ შეიძლება ისეთი არგუმენტი მივიღოთ, რომ საერთოდ ხმა აღარ ამოვიღოთ და აღარაფერი აღარ თქვა. უბრალოდ 6 წელი მართლა მართლა მაინტერესებს. ეს არის მცოცავი, ხო? მე როგორც ვიცი. ცოცავია რა, ლოგიკურად. ხო, ანუ სულ 6 წელი უნდა იყოს რა და შეიძლება არის რაღაცა ახსნა და ლოგიკურად იქნება ამასთან დაკავშირებით რაღაცა ახსნა და მნიშვნელოვანია თუ გაჟღერდება აი ეს 6 წელზე რაზე გვაქვს საუბარი. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ამ კანონის შესახებ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, ორი არგუმენტი მოვისმინე. მე პირველი ეს იყო ჰაერის დაბინძურება, ეკოლოგიური ნაწილი და მეორე იყო გადატვირთულობა. აი გადატვირთულობას რაც შეეხება თამამად შემიძლია თქვა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გადატვირთულობას არ მოხსნის იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე შევეხეთ, მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობას მარტივი მაგალითად რომ მოვიყვანოთ 2013 წლიანი მანქანა ვისაც ყავდა და აპირებდა რომ შეიცვალა და განეახლებინა გამოშვების წელი და იყიდა 2017-იანი, ეხლა ფიზიკურად ამის საშუალება ვერ ექნება. ხოლო იმპორტის შეზღუდვით მოხდება ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე პირველ ეტაპზე მოხდება ფასების გადიდება, მოხდება გადაყიდვა ბაზარზე და შესაბამისად ის მანქანები, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაში არის, იქნება იქამდე მიმოსვლაში, სანამ ბოლომდე არ ამოწურავს თავის რესურსს, რაც შესაბამისად გარემოს მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე იმპორტირებული, რა თქმა უნდა, ტექნიკურად გამართული მანქანები. კი ბატონო. კარგით, ბატონო ალექსანდრე გადავიდეთ, როგორც მაქვს ინფორმაცია, შაბათს არის ხვალ აქცია დაგეგმილი ამ თემასთან დაკავშირებით, ამაზეც რომ ორი სიტყვით ვისაუბროთ და მე უკვე თქვენი პოზიციას რომ ვითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგესალმებით, მე ვესალმებ ჩვენ მაყურებელს. დიდი მადლობა ასეთი პროექტისთვის. ნამდვილად საჭიროა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა თუ სტრუქტურამ გაითვალისწინოს და მოისმინოს ჩვენი არგუმენტები, იმიტომ რომ სულ გვესმის, რომ არგუმენტები არ არის, არადა თავად მოისმინეთ გადაცემის მსვლელობის დროს, რომ არგუმენტები ძალიან ბევრია და მინდა გითხრათ, რომ პრინციპში სალაპარაკო მიარც არაფერი არ დამჭა, ყველაფერი ითქვა მეგობრების მხრიდან, ამომწურავად. რაც შეეხება შაბათს მომსახურების აგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს აქცია შეხვედრა. პეტიციით გვინდა რომ მივმართოთ ხელისუფლებას და ხელმოწერებს ვაგროვებთ ამისთვის. ამიტომ ყველას გთხოვთ აქტიურობა. რა თქმა უნდა, ეს პეტიცია ჩვენს დავდებთ ამას გადაცემის სრულობისას და გექნებათ შესაძლებლობა რომ თქვენს ხელი მოვაწეროთ, ვინც ახლა უყურებთ ამ გადაცემას. დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი სოციალურ ქსელში რაღაც ფორმით გააზიარა, ამ პოზიცია გამოხატა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და თვითონ სტრუქტურამ თუ ორგანიზაციამ უნდა დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საზოგადოებისათვის. ერთი საკითხი. ამიტომ აი პეტიციაში წერია, რომ ეს კანონი უნდა იქნეს გაწეული. ეს არის ზოგადი ფორმულირება, მაგრამ ვემხრობით იმ საკითხს, რომ ეს გადაწყვეტილება მინიმუმ უნდა იყოს გადახედული და ის ვადები, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ყველას კითხვა უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ 6 წელი რატო 7 არა, ან 5 წელი, ან 3 წელი, ხო ნუ არ აქვს მნიშვნელობა. საიდან მოიტანეს, ხო? ელემენტარულად ამის დასაბუთებაც, ხო, ნუ საჭირო იქნება. კარგი იქნება თუ ეს ამას განვიხილავთ, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და კარგი იქნება თუ მოგვისმენენ, გავისაუბრებთ და ჩვენ არგუმენტებს ვეთქვით და ისინი თავიანთ არგუმენტებს გაგვიზიარებენ, როგორც გითხრათ, ამას ალტერნატივა არ აქვს. ახლა რაც შეეხება ჩემ პოზიციას და ასოციაციის პოზიციას, ხო? მოდი ვისაუბროთ ციფრებით. იმიტომ რომ აქ არგუმენტები ბევრი ითქვა, მხოლოდ ერთს დავამატებდე ციფრების შემდეგ რეექსპორტს თუ რატო მიმოქმედებს რეექსპორტზეც იყო საუბარი, რომ რეექსპორტს არ შეეხება. დავიწყოთ იმით, რომ სადღაც თუ გადავხედავთ
დავუყურებთ კომპანიების მონაცემებს და შევაფასებთ მდგომარეობას, სადაც 150 კომპანია, ცოტა მეტი არის ჩართული ლოგისტიკური კომპანია ამ საქმიანობაში. 30-40% ამ კომპანიებიდან სამწუხაროდ გაჩერდება. ამ კომპანიების უკან თანამშრომლები არიან. ამ კომპანიების თანამშრომლების უკან ოჯახებია. დილერების 50% თუ 60-იან 70 არა, მინიმუმ 50% თვით დასაქმებულია და ვერ შეძებს უკვე ფუნქციონირებას. იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქიდან ამოვდივართ, რა წლოვანების, რა ასაკის ავტომობილებზე მუშაობენ, რა სეგმენტია ეს, ხო? ეს მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია. პლუს სადღაც 400 მილიონამდე შედის ბიუჯეტში თანხა, ხო? 5%-ს აქვს საუკეთესო შემთხვევაში ახალი ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობა. 5.2, ნუ რეგისტრირებული არის. კი ბატონო. აი დაუშვათ რომ კიდე 5%-მა გაიჭირვა. და ნუ გაჭირვებით შეიძინა 10% დანარჩენი 90% ხო ვერ შეიძენს ხო შესაბამისად რო ვეღარ შემოვა შიდა ბაზარზე ავტომობილები ბიუჯეტში თანხაც ხო 90%-ით ლოგიკურია შემცირდება ხო 6 მილიარდი ბრუნვა ამ დარგს იმპორტი რეექსპორტი შესაბამისად აი ამ ციფრებიდან გამომდინარე ბრუნვა მინიმუმ შემცირდება 2.6 მილიარდით მაინც შემცირდება 2.6 მილიარდი ვინც ეკონომიკა იცის როგორ მუშაობს ის დამეთანხმება რომ თუ ამ სექტორს 2 მილიარდზე მეტი შეუმცირდება ეს ციფრი კიდე სამჯერ უნდა გავამრავლოთ რა შედეგს უარყოფით შედეგს მიიღებს ეკონომიკა ხო ანუ არ ვიცი ახლა ეს ვის მოვიდა თავში აზრად, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ყველაფერში ჩანს, რომ ეკონომიკურად ეს თემა საკითხი არ არის დამუშავებული, ეკოლოგიის თვალსაზრისითაც ეს თემა არ არის დამუშავებული, იმიტომ რომ აქ ბევრი ისაუბრეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ შედეგზე ვერ გავდივართ, აღარ შეგაწყენ თავს, შევეხები მხოლოდ რეექსპორტს. ძალიან რისკიანი ბიზნესია. ხშირად ისმის, რომ აი მარჟა არის მაღალი, თქვათ, ამდენი რჩება, იმდენი რჩება. მინიმუმ 3 თვე, მაქსიმუმ 6 თვე ჭირდება ტრანსპორტირებას, ჩამოყვანას, მდგომარეობაში მოყვანას ავტომობილს. ხო, ესია დამეთანხმები სულ ყველა, ხო? და ამ 6 თვის განმავლობაში რა შეიცვლება, სადღაც ზღვაში მეკობრეები გამოჩნდებიან, სადღაც მთავრობა რაღაც დადგენილებას მიიღებს. სადღაც საზღვარზე არ უშვებენ მაგალითად თურქეთის როგორი პრობლემებიც აქვს მილიონი უამრავი პრობლემები აქვს იქ ყაზახებისა და ყირგიზების ნაკლებად კონკურენტული და დემპინგური ფასები და ასე შემთხვევით გამოწვევები აი ბევრი რისკია ამ ბიზნესში და დაზღვევის მექანიზმი არის ერთადერთი რაც თქვენს ხო ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა რომ შიდა ბაზარზე რეექსპორტზე რომ შემოყავს მანქანა ერთადერთი დაზღვევის მექანიზმი გაქვს ამდენ რისკში რომ შიდა ბაზარზე გაყიდი ან განაბაჟებდა ელემენტარულად სახში მაინც საკუთარი მოხმარებისთვის დაიტოვებ ამ გადაწყვეტილებით ამასაც ვამცირებთ ხვდებით ამ შესაძლებლობასაც ძალიან მარტივად აი წარმოიდგინეთ 7 წლის მანქანა შემოიყვანა ავტოიმპორტიორმა დილერმა და ვერ გაყიდა რეექსპორტზე ხო არ შეებობს რისკი ამისი. მეცაც ვიტყვი მეორე ნაწილში რატო ვერ გაყიდეს. ვერ გაყიდა, რა უნდა ქნას? უნდა გადააგდოს? სახში მიიყვანა და უკაცრავად არ მომერიდება ეს თქვა, საკათმეთ ხო არ აქცევს, ხო? ну აი რა უნდა უყოს, ხო? ვერ დაარეგისტრებს ვერაფერი. ეხლა უყურეთ ყაზახებთან მიმართებაში რა გამოწვევის წინაშე ვდგევართ. ყაზახი ამას რო დაინახავს და ყირგიზი დილერი ისედაც დემპინგურ ფასებს გვიწესებდა დილერებთან მიმართებაში. ხო დაელოდება იმ 3 თვეს, ხო იცის რომ 3 თვე უნდა დაელოდოს და მე მივიდეს, როცა უკვე დატერმინალებულია დასაწყობებულია, დატერმინალებულია და თვითღირებულების 11-13 ფასს შემოგთავაზებს და წაიყვანს, ხო? ეს ფაქტიურად იმის ნაცვლად რომ პრობლემები მოგვეგვარებინა, გამოდის რომ ბაზარზე ბუნებრივ მონოპოლისტებს ხდით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. რა ვიცი, აი ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, აღარ გავაგრძელებ. კარგი იქნება დიალოგს ალტერნატივა არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საჭიროა დაჯდომა, გადაწყვეტა, ყველას გვიყვარს ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და აქ მჯდომი ადამიანებიც იზიარებენ პასუხისგებლობას, ჩემთან ერთად დარწმუნებული ვარ და ამ სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ბევრს გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი საქმე, ბოლოს და ბოლოს ავტოხაბი ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, ხო? რეგიონში ასეთი პრეცედენტი არ აქვს, ხო, ერთადერთი წარმატებული პროექტი ქართულ ეკონომიკაში ბოლო 35 წლის განმავლობაში დამისახელეთ ერთი, გარდა ავტოხაბისა. რა ვიცი, ვინც იქნა გამოვიდეს, ვინც იქნა მითხრას. ვერ მეტყვის, ეკონომისტი იქნება
ბიზნესის წარმომადგენელი თუ მთავრობის წარმომადგენელი არა გვაქვს ფიზიკურად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ეს გავიზიაროთ, ნაცვლად იმისა, რომ დასკვნები გამოვიტანოთ და სხვა დარგებში აღნიშნული მეთოდი გამოვიყენოთ, რომ სხვაც ბევრი იყოს წარმატებული, ნაცვლად ამისა უქმნით პრობლემებს. არ ვიცი. იმედია, რომ თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედავენ, იმედია, რომ მალე დაგვიძახებენ, იმედია, რომ ერთობლივად მივიღებთ რაღაც ისეთ გამოსავალს, რაც დააბალანსებს ეკოლოგიასაც და ბიზნესის ინტერესებს. მადლობთ. მოკლედ დაახლოებით ვიცით, რომ ერთი კვირა 10 დღე არის ეს კანონი, ეს აქტუალურია ხო? უცებ მოხდა და გამოდის, რომ ჯამში გვაქვს 2 თვე, არც გვაქვს 2 თვე, ხო ესეა. როგორც ლოგისტიკური კომპანია, ესე მინდა ავხსნა რაღაც პროცესი და ვფიქრობ, რომ ეს ვადა 1 აპრილი აუცილებლად გადასატანია და ზუსტად იმას ავხსნი, ახლა რატო არის გადასაწევი. პირველ რიგში ჩვენ ხო ვყიდულობთ აუქციონებზე ავტომობილს. ამ შემდგომ რას ვაკეთებთ? ჩვენი ავტოიმპორტიორები, ლოგისტიკური კომპანიები, ესე ვთქვათ, ვაგზავნით ევაკუატორს, აგვყავს ეს მანქანა ესე ვთქვათ სადგომიდან, მოვყავს საწყობში, ვტვირთავთ კონტეინერში, შემდგომ ჩაგვაქვს და გემზებდებ და უშვებთ, ხო? რა არის პრობლემა ახლა? რამდენი ავტომობილიც არის, იმდენი საბუთი არის. ნებისმიერი საბუთი თუნდაც ევაკუატორის მძღოლის ამერიკაში გულისხმობ დაუდევრობის გამო, ან შემთხვევით დაკარგვის გამო, ან ნებისმიერი საფოსტო კურიერის დაკარგვის გამო, ჩვენ გვიწევს, რომ ეს დოკუმენტები თავიდან დავამზადოთ. ეგრეთ წოდებული, ვინც ამ სფეროში არის, ტაიტელი ქვია. ამ ტაიტელით ხდება საბოლოო ჯამში ჩვენთან რუსთავში ავტომობილის გამბაჟება. თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, სანამ ამ კანონს გავიგებდით, ერთი თვით აზრს დავუშვათ 31 დეკემბერს ადამიანმა შეიძინა ავტომობილი და მძღოლმა ნებისმიერი დაუდევრობის გამო დაკარგა საბუთი. დაახლოებით 30-დან 40 დღემდე, 2 თვემდეც ჭირდება მინიმუმ იმ საბუთს, რომ დამზადდეს. შემდგომ გადაეცეს ამერიკის საბაჟოს და იმათმა გაატარონ და წამოიდოს გემზე ეს კონტეინერი ჩამოვიდეს. კანონი, როდესაც დაანონსდა, ძალიან ბევრი მანქანა იყო მანამდე ნაყიდი, რომელსაც პოტენციურად ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ეს არ არის განზრახ, ეს არის შემთხვევითობა. და ფიზიკურად ვადები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც 10 დღის წინ ვინც იყიდა და ყოფილა შემთხვევა 2 თვე, 3 თვე, 4 თვე, ვინც ჩვენს ლოგისტიკას აკეთებს, ძალიან ბევრი მანქანაც იქნება ნახევარი წელიც გაჩერებულა ამერიკაში ამ საბუთების გამო. ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ დატვირთვას და მე გამოდის, რომ ან ჩვენზე გადავა ეს ყველაფერი ლოგისტიკაზე უკმაყოფილება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გადასატანია მინიმუმ ვადა და 2 თვე ლოგისტიკის როცა მანქანას თუ დარჩა ეს კანონი, უკვე გადასატანიც არის და მოდი ესე ვთქვათ, ხალხი ცოტა დასამშვიდებელიც უნდა გახდეს. ეს არის ჩემი პირადი აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ 2 თვე ამერიკიდან საქართველოსამდე ლოგისტიკა ძალიან ცოტა ვადა არის რა. ეს არის ის მიზეზი და არგუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რის გამოც უნდა გადაიწიოს ეს 1 აპრილის საკითხი. დიახ. აი დავითმა რაც ბრძანა, მაგალითად იგივე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს თემა ძალიან კარგად იცის. თუნდაც ჩვენგან ასოციაციისგან, როცა 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების შეზღუდვა დაიწყო, მაშინ აქტიური დიალოგი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. 1 თვე გადაგვიწიეს, მერე 2 თვე, მერე 3 თვე. გადაწიეს ეს ვადები, როგორც ახლა არის 1 აპრილი, ხო, რაღაც დათქმული ვადა, ასეთი ვადები გადაგვიწიეს. იქიდან მოდის ეს ყველაფერი, რაც პრაქტიკა მიიღეს მაშინ. მაგრამ თავიდანვე დაინახეს, რომ ეს ვადა 1 თვეა, ხო? იგივე წინა кейსთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი. ამიტომ თავიდანვე აპრილში იციან კარგად, რომ ეს ვადა არ არის საკმარისი. და ალბათ გვისმენენ და თუ რამეა საჯაროდ შეგვისწორონ, თუ ამას არასწორს ვამბობთ. თავიდანვე საუბრობთ ამაზე, რომ ვადა გადასაწევია და სამჯერ შეცვალეს 228 დადგენილება, ცვლილებები შეიტანეს. რატო? იმიტომ რომ ვადა არ იყო საკმარისი. ამიტომ დავითი სწორეს ამბობს იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ლოგისტიკურად ძალიან ბევრ პრობლემებს წარმოქმნის, კიდევ უფრო ამ სიტუაციაში გააღიზიანებს ადამიანებს და კიდევ უფრო მეტ ასე ვთქვათ, დანახარს და დანაკარგს მივიღებთ, ვიდრე ზოგადად კანონის თუ ამ დადგენილების შემოტანა. ამიტომ კარგი იქნება თუ ამაზე დაფიქრდებიან, მაგრამ მარტო ამაზე ნუ დაფიქრდებიან, მარტო ვადის გადატანაზე რა. კარგი იქნება თუ რაღაც ფორმით ამ 6 წლის გაზდას მივაღწევთ. ისედაც ხო მივდიოდეთ განახლებისკენ. აქ ნახე რა პრობლემა არის კიდე ავტომოყორულები რო ავიღოთ, ვისაც გვყავს რაღაც ცოტა ისეთი ექსკლუზიური მანქანები, ცოტა ისეთი აი ემი ავიღოთ, AMG ავიღოთ, ტაიპერი ავიღოთ. აი ესეთი კატეგორია ადამიანების ისიც არის ძალიან ცოტა. ნუ ავიღოთ 10%-იც შეიძლება არ იყოს, ხო? ჩვენ ეხლა ეს მანქანები ისედაც ძალიან ძვირია,
რომ რაღაცა კონკრეტული ეს მანქანა შემოვიყვანოთ, მაგრამ ამ მანქანას არ იყიდის ტაქსისთვის რა არის პრიორიტეტი, რომ იყოს ელექტრომანქანა ან ჰიბრიდი, რომ ცოტა დაუწვას და უფრო უკეთესი. რაც შეიძლება ახალი. ვისთვისაც არ არის სიტყვაზე მარტო ის რა ქვია, ვისთვისაც მარტო გადაადგილების საშუალება ავტომობილი. მაგ ადამიანს ინტერესი აქვს, რომ ახალ ავტომობილში იჯდეს, ხო, პირობითად. ანუ მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, მე მაგას ვერ ხვდები. ანუ ისედაც მაკეტკენ მივდივართ. რეალურად ის ჯგუფი ავტომოყვარულები ვინც ვართ, პირობითად რომ აი ის ძველი მანქანები გვიყვარს, ისედაც ძალიან ცოტაა. ეს ძველი ავტომობილები. კონკრეტული მსგავსი მოდელები რა. არა, ბუნებრივია, აქ მარტივად და თულადია, უბრალოდ ანალიზია საჭირო, სწორედ ამ არგუმენტების მოსმენა საჭირო, გაზიარება საჭირო და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება, რომ კიდევ ერთხელ დაბალანსდეს ეკოლოგია და ბიზნესის ინტერესები, მათ შორის ავტოფლობელთა ინტერესებიც, ხო? არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მანქანა არ ფასდება ასაკის მიხედვით, წლოვანების მიხედვით, ხოლო ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით. შეიძლება ჩამოვიდეს ისე დაზიანებული 4-5 წლის მანქანა, პირობითად კატეგორია Euro 5B, როგორც დადგენილებაშია მითითებული, რომ ის უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდეს გარემოს, ვიდრე არ ვიცი, თუნდაც 15 წლის ავტომობილი, ხო? ტექნიკურ მდგომარეობას უნდა ვაქცევდეთ, ყურადღებას და არა ასაკს. ასაკი უფრო მგონია იცით რა არის, ასაკი მარტივია რა, შევზღუდეთ წლოვანება და პრობლემა მოგვარდა. არ არის, 100 არ არის, 100 არ არის, იგივე Euro 5B-ს რო ვაწესებთ, ამ ეთერშიც, ამ ტელევიზიის ეთერშიც გქონდა ბევრი საუბარი, რომ ელემენტარულად არ აქვს სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი, ხო? შემოვიდა დუბაიდან, რა ვიცი, Euro 6, მაგრამ რახან დუბაიდან არის და ის სტანდარტი არის, ხო? იქ არის Euro 4, მარტივად რახან იქიდან შემოვიდა Euro 6 არ შეიძლება რომ იყოს, აი, მაშინ თუ რაღაცას აწესებ, უნდა კონდეს კონტროლის მექანიზმიც, ხო, როგორ უნდა შეამოწმო, ხო? მხოლოდ სხვა სახელმწიფოზე ამ შიდა უნდა მოგვარდეს. ისედაც, ანუ ეკოლოგიის კუთხეს თუ უყურებთ, რისთვის გვაქვს ინსპექტირების ცენტრები, რისთვის დადის გარემოს დაცვა და რისთვის აკეთებს მონიტორინგს. ჩემი პირადი სუბიექტური აზრი, მოდი ესე ვიტყვი, არის ის, რომ არ უნდა იყოს საერთოდ წლოვანების აკრძალო, თუ მანქანა გამართულია და შესაბამის მდგომარეობაში არის, რაც საჭირო არის საგზაო მოძრაობაზე, რომ გადაადგილდეს საგზაო მოძრაობისთვის, მაშინ ეს ავტომობილები უნდა იყოს დაშვებული. ლოგიკური კითხვა იბადება, თუ ავტომობილის დაუშვათ 2 წლიანი შემოყვანა არ შეიძლება, მაშინ ტექნათვალიერებას და იმ CO-ს და გამონაბოლქს როგორ აკმაყოფილებს არსებული ბაზარზე უკვე ავტომობილები. აი ეს არის ზუსტად ის ლოგიკური კითხვა, რაც მებადება ამ კანონის აკრძალვის და ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით. როგორ დავდივართ გზებზე? ზუსტად. ერთ დავამატებ ზუსტად იმ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით არის ზოგადი სტანდარტი და არის ქალაქების ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. მაგალითად თბილისში ეს გეგმა რო დადგინდა, ჩვენ ვიყავით, მე ვიყავი ჩართული, ჩვენ რეკომენდაციების 60% იქნა გათვალისწინებული 24-26 წლების სამოქმედო გეგმა და ამას რა თქმა უნდა განახლება სჭირდება. ერთი არის რომ თქვა მივიღოთ ზოგადი კანონი, ახ ჩემი აზრით ყველაზე რაღაც ოპტიმალური ვარიანტი იქნება თქვა 10 წელი რომ იყოს შეზღუდვა, ასე ვთქვათ, ანუ 2013 წელი ისედაც უნდა განახლებული იყოს ზოგადად, იმიტომ რომ ეს 2013 იქნა ცოტა ადრე მიღებული. ანუ 10 წლიანი რაღაცა. მაგის მოხსნაც გინდოდა. ხო, ანუ მე ჩემი აზრი ყველას ინდივიდუალურად თავისი აზრი აქვს, მაგრამ თქვა 10 წელი რაღაცა ეს მცოცავი ის იყოს, 10 წლიანი ზოგადი გეგმა გქონდეს, თუმცა ქალაქებში, სადაც მაგალითად თბილისის შემთხვევაში არის პრობლემა, ამას მარტო ავტომობილების შეზღუდვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩაშლა და იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რამოთ თვეები დაგვჭირდა ამ დოკუმენტის მომზადებაში იყო ჩართული გარემო, მერია და სხვა სამსახურები, დადგინდა შეიქმნა ეს დოკუმენტი, დამტკიცებული არის, ასევე მნიშვნელოვანია რამდენი პროცენტი არის ამ სამოქმედო გეგმიდან შესრულებული და თუ სხვა ქალაქებში არის ანალოგიური პრობლემა, ასევე მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს სხვადასხვა ქალაქებში ცალკეულად, ინდივიდუალურად, კონკრეტულად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. ერთი არის ზოგადი კანონი ყველას ეხებოდეს და ეს 10 წელი ალბათ უფრო ოპტიმალური ვარიანტი იქნება და მეორე არის თუ გასამკაცრებელია კონკრეტულ ქალაქებში რაღაცა ნაწილი და ეს არ უნდა იყოს ავტომობილის შეზღუდვას. იქ ბევრი მაგალითები არსებობს, თქვა სხვა ქვეყნის რაღაც დაშვებები და შეხება სიღრმეებში რო აღარ ჩავიდეთ, ხო? ასევე შესაძლებელი არის რომ გაკეთდეს კონკრეტულ ქალაქებზე და თბილისი უნდა გახანგრძლივდეს და კიდე დამატებით უნდა გაკეთდეს შემდეგ 20 წლიან სამოქმედო გეგმას, თუ სხვა ქალაქებზე ამობენ რომ არის ეს დაბინძურება, იქაც უნდა მოხდეს ამის დამუშავება, წყაროები უნდა გამოიკვეთოს, დაბინძურების წყაროები და ამ
ეს პრობლემის იდენტიფიცირება და პრობლემა უნდა მოგვარდეს შემდეგ უკვე სამოქმედო გეგმით და არა ერთ თვეში ესეთი რაღაცეები ჩემი აზრით ვერ მოგვარდება და ითქვა კიდევაც აქ ავტოპარკი ისე არ ვქნათ რომ თქვა ეს კანონი თქვა მიიღება თუ არ მიიღება თუ მიიღებს თქვა უარესი შედეგი მივიღოთ გამონაბოლქვის კუთხითაც და საცობების კუთხითაც ანუ ის უარესი საკითხი არ უნდა იქნას მიიღებული იმიტომ რომ ეს რეალურად გათვლილი არის და რაც ითქვა საზოგადოებაზე გარემოსდაცვის გაუმჯობესებას და საცობების პრობლემის მოგვარებას და ისე არ უნდა იქნას მიიღებული რომ გაუარესდეს მდგომარეობა თქვა ორივე კუთხით ეს დედაქალაქზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი მადლობა ძალიან დიდი ავტო გინდოდა რაღაც დამატება და მე უკვე დასასრულისკენ გადავიდეთ მე მინდა შევეხო აი აუქციონზე როცა ყიდულობ მანქანას ერთ-ერთი საბუთის ტიპი არის ფენდინგი რომელიც 40-50 სამუშაო დღე ჭირდება რომ აუქციონმა მიაწოდოს წამოყვან კომპანიას რომ ჩატვირთოს შემდეგ ეს ავტომობილი და სანამ ეს საბუთი არ მივა ავტომობილი არ იტვირთება კონტეინერში და წარმოიდგინეთ ახლა სულ რამდენი დღე არის ეს გამოცხადა კანონი ხო უნდა შემოვიდეს ეს კანონი რამდენ კლიენტს მომხმარებელს ექნება ნაყიდი ასეთი საბუთით ავტომობილი ხო ფიზიკურად ვერ მოესწრება ჩატვირთა და ჩემი მაგალითზე მინდა განვიხილო მე რო ვიყიდე გასულ წელს მანქანა ზუსტად 3 თვე დაჭირდა საბუთის მიტანას რომ ჩატვირთულიყო ავტომობილი და რავი ჩემი აზრით გადახედავს საჭიროებს ეს კანონი და მე ვფიქრობ რომ ყველა ვთანხმდებით ვინც მოიგრებია კი გადაწევა მაინც პირველად ეგ აუცილებელია მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის რომ გამონახეთ რომ მოხვედით ჩვენთან ეხლა კი მინდა მიმართო ვინც გვიყურებს მაღალ ეშელონებსაც თუ იქიდანაც გვიყურებენ ძალიან გვიყვარს 2026 წლის Honda Civic Type-ი მეც და გიოსაც ფული არ არის ფიზიკურად არ არის გიო გააგრძელებს ისე 95 წლიანი მანქანის მართვას მე ამ ეტაპზე 2016-იანის დავიტო ვივლი ძველი მანქანები და ვიყოთ ღარიბები ისე ჩემი 98 წელს გამოშვებული შევასწორებ ავტომობილი საერთოდ არ გამოყოფს CO-ს იმიტომ რომ ძალიან კარგად არის შენახული ძალიან კარგად არის აწყობილი და მინდა ვთქვა რომ იმ ბევრ ახალ ავტომობილსაც ჯობია რომელიც ჩამოვა რომელიც ძალიან იაფად იქნება ნაყიდი ამერიკაში და რომელიც გააგრძელებს 2025 წლის Honda Civic Type R მოდელი თეთრი ფერის და შენაფერის გინდა წითელი ხო საჩუქარზე უარს არ ამ იმედგაცრუებით დღეს დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე